გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი დმანის ესტუმრა. იქ იმედის ერთ-ერთი გმირი ცხოვრობს და გარემოზე საკუთარი სურვილი ზრუნავს. 80 წელს გადაცილებული შამილ ტატულაშვილი ხეებს რგავს, ეს ბრაკონიერების განიცავს და გარემოს ასუფთავებს. ტატულაშვილს ბუნებაზე ზრუნვა დაუფასდა და გარემოს დაცვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მინისტრისგან სიგელი მიიღო. გარდა ამისა, იმედის გმირის ოჯახს სამთისთვის შეშაბ და ტკბილეული გადაეცა. ელგუჯა ხოკრიშვილი დმანისელ ახალგაზრდებსაც შეხვდა, ისინი რაიონში დასუფთავების აქციებში ხშირად მონაწილეობენ. ეს არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში თავისი ინიციატივით უანგაროდ ზრუნავს გარემოზე. ჩვენ ამის შესახებ სამინისტრომ შეიტყო და რა თქმა უნდა ჩვენ მაქსიმალურად გვინდა რომ ამ ადამიანს და თვითონ დმანისის მუნიციპალიტეტს გვერდში დაუდგეთ და ახალი იდეებითაც და ხელი შეუწყოთ რომ უფრო პოპულარული გახდეს ეს ღირებულება, რასაც ქვია გარემოს დაცვა და გარემოზე ზრუნვა. მინისტრი რომ დაგაფასებს ეს არის დიდი დაფასება, დიდი საჩუქარი. ბუნება უნდა დავეცვა. მე სხვა მიზანი არ მაქვს. მე ხელს რო ვჭრიან, გინდა ჩემი ხელი მოუჭრიათ, გინდ ხე მოუჭრიათ, εμსულეთ. საკმაოდ დიდი ხანი ვეძებდი გარემოს დამცველ გმირს და როგორც იქნა აღმოვაჩინეთ, დმანისის გამგეობა საკმაოდ დამეხმარა ამაში. ძალიან გამიხარდა რომ ფილმის ეთერში გასვლისთანავე გარემოს დაცვის სამინისტრო გამოგვეხმაურა და დღეს მინისტრი ჩამოვიდა დმანისში, მან მოინახულა ბატონი შამილი, რომელიც მართლაც გამორჩეული ადამიანი ყოფილა.